როგორ ფიქრობთ, ზიამაღლობელის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მისი მხრიდან თქვენ გემუქრებათ თუ არა სამომავლოდ რაიმე საფრთხე და აქვე გავაგრძელებ შეკითხვას. აი ამ საფრთხის თავიდან აცილებისათვის თქვენ როგორც დაზარალებულს რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ ზია ამაღლობელის აუცილებლად საპატიმრო დაწესებულებაში? რაც შეეხება მე აღვიქვამ თუ არა ზია ამაღლობელს საფრთხეთ, ხო, სწორად გავიგე. სამომავლოდ რომ გათავისუფლდეს, რამდენად აუცილებელია მისი მმართველობაში ყოფნა, რომ თქვენ თავი იგზნოთ უსაფრთხოდ, როგორც დაზარალებული. თავს ნამდვილად უსაფრთხოდ გრძნობ, თუმცა ერთი გარემოება კონკრეტული დანაშაული მოხდა, ჩაიდინა ქალბატონმა ზიამ, რომელიც აღბეჭდილია საბედნიეროდ მისი ვიდეო მტკიცებულებიც არსებობს და დღემდე ქალბატონი ზია ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ანუ მისთვის ეს ქმედება, მე ესე აღვიქვამ ყოველ შემთხვევაში, ეს ქმედება აბსოლუტურად ნორმალური არის. მე შეიძლება თავს ვეღარ დამესწრეს, მაგრამ საპროტესტო აქციები გრძელდება, მზია ამაღლობელი ცხოვრებას გააგრძელებს, პოლიციელებიც ამ ქალაქში იმუშავებენ. მისთვის თუ ეს ნორმალური ქმედება არის, რომ შეუძლია რომ პოლიციელთან მივიდეს, თავს დაესხა სახეში დაარტყას. რა ვიცი, თქვენ გისმენთ კითხვას, არის თუ არა ეს საფრთხე იმისა, რომ ამ კვლავ ჩაიდინოს დანაშაული, შეიძლება დგებუაძეს მიმართ არა, მაგრამ 400 თანამშრომელი მყავს მე პირადად. და აჭარაში მუშაობს დაახლოებით 700-მდე პოლიცია. თქვენს კითხვას მაინც შევინარჩუნო ეს პოზიცია სამართლებრივი სადაც ვიყოფები, მე გადავდივდი შეკითხვაში, ანუ თქვენ ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია მზიას თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში საფრთხე დაგემუქროთ არა იმდენად თქვენ, არამედ ნებისმიერ პოლიციის სხვა თანამშრომელს შეიძლება ქალბატონი მზია დაესხას თავს საპროტესტო აქციების დროს და ამისათვის ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია რომ ის იყოს პატიმრობაში. ზია ამაღლობელს გაეაზრებინა მისი ქმედება, რომ იყო ცალსახა თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელის და ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ეს არის ცუდი ფაქტი და არაკანონიერი ფაქტი. ცალსახად გეტყოდით, რომ საფრთხეს ვეღარ ვხედავ მის ბოდიში რომ მოეხადა მარტივად რომ არა ბოდიში კიდევ ერთხელ გეუბნებით მე ბოდიშს ვერ მოვითხოვ არც უფლება მაქვს და გააზრებაში მომითხოვი გააზრებაში იმას გულისხმობ კონკრეტული ფაქტია ჩადენილი რომელიც თელმა საქართველოს ნახა და ადამიანი ამბობს რომ ეს დანაშაული არ არის დაგეხმარო დანაშაულის აღიარებას გულისხმობ ის სიმღერა რა არის სიტყვა გააზრება ეს ქმედება არ ვიცი ნუ მე აქამდე რასაც თვალყურს ვადევნებ შესაძლებელია გეთანხმებით თუმცა ეს კონკრეტული ქმედება რომ პოლიციელზე თავდასხმა და სახეში ხელის დარტყმა არის არაკანონიერი ქმედება არც ერთხელ არ უთქვამს ამ კონკრეტულ ფაქტზე მზია ამაღლობელს რომ მან ჩაიდინა დანაშაული. მეც გეუბნებით სამომავლოდ რომ შემდეგ აქციაზე როდესაც ღმერთმა თავისუფლებაზე ამყოფოს იგივე დანაშაულს არ ჩაიდეს ესე მიგაჩნიათ თუ სწორად გავიგეთ ძალიან კოლეგები ვართ იურისტები ვართ და ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ ანუ თუ სწორად გავიგეთ და სამართლებრივი ტერმინოლოგიით რომ ვისაუბრებია და არა დაუშვათ ფსიქოლოგიური რაღაც ახლის უნარებით რომ აღიაროს და ეღიარებია დღემდე მზია ამაღლობელს დანაშაული თქვენ ჩავთვლით რომ მისი თავისუფლებაში ყოფნა საფრთხის შემცვლელი არ იქნებოდა და ვინაიდან არ აღიარეს დანაშაული ამიტომ არის საფრთხე რომ არა იმდენად თქვენ არამედ სხვა პოლიციელს დაესწრას თავს კიდევ ერთხელ ვინაიდან